ცილი არ დასწამო, ამაზე ყურადღებას არავინ გამახვილებს. იმდენად უგულებელ ყოფილი გვაქვს ეს მოწოდება, ეს მცნება. არადა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, ეს არის მკვლელობის ტოლფასი ცოდვა და დანაშაული. რამდენ ადამიანს მოუკლავს თავი თუნდაც აი ამ ცილის წამების გამო, რა დათვლის მაგას? ან რამდენს უფიქრია თვითმკვლელობაზე, ან რამდენი ჩავარდილა უიმედობაში ცხოვრების ხალისი დაუკარგავს, რამდენი აცდენილა გზას, რადგან უფიქრია, რომ მე ახლა საზოგადოება გამრიყავს და მე რა ვქნა, ან გარიდებია თავის საცხოვრებელ ადგილს, ან ხელი ჩაუქნევია ცხოვრებაზე, მიზანი რაც ქონია ის დაუკარგავს. სტიმული ხალისი აღარ ქონია ცხოვრების და შეიძლება მერე მივიღოთ რა? აბოროტებულა ეს ადამიანი. იმიტომ რომ დაინახა, რომ უსამართლობის ხერხი გახდა და რომ გაიგო თუ ვინ არიან ეს ავტორები ამ უსამართლობისა, ამდგარა და დაუწყია ფიქრის შურისძიებაზე. აი ვითომ არაფერი განსაკუთრებული. ვითომ რა მოხდა ცილის წამება არაფერი, მე მოვისმინე და ვთქვი, მე იმას ხო არ ვამტკიცებ, რომ ეს ასე. ვიმართლებთ თავს.